კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ რაღაც საკითხებში ჩდება რეალისტური ნოტები, იმიტომ რომ ბოლო კვირეებში, თვეებში ინტენსიურად იყო საუბარი იმის შესახებ, რომ უნდა გაიხსნას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე საქართველო-რუსეთის რკინიგზა, რაც თავისთავად იყო გაუაზრებელი ნაბიჯი და ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყავს და დააზარალებს საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს პერსპექტივებს, არაფერს არ აძლევს საქართველოს არც ეკონომიკურად, არც სოციალურ თვალსაზრისით და უფრო მეტიც გადადგმული ნაბიჯი აფხაზეთის რეინტეგრაციის წინააღმდეგ. ბოლო დღეებში მე მოვისმინე უკვე ახალი განცხადებები მთავრობის მხრიდან, რომ ისინი ეს პროექტი უშუალოდ ახლა აღარ განიხილება და ეს არის ძალიან გრძელვადიანი განხილვის და დისკუსიის თემა და მე ამას მივესალმები. ესე იგი მთავრობის მოქმედებებში საგარეო პოლიტიკაში გაჩნდა გარკვეული რეალიზმის ნიშნები და ეს არის ის შეუბრუნება, რომელსაც არ შეიძლება არ მივესალმოთ. ასევე მინდა თქვა, რომ გუშინ თურქეთში გამართული მოლაპარაკების შედეგად საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება ბათუმში მეჩეთის აღდგენის თაობაზე და საქართველოს ძეგლების აღდგენის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ჩვენ ამ საკითხზე მუშაობთ უკვე რამდენიმე წელიწადია და ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე არის ყველასათვის გამჭირვალი და ნათელი. მეჩეთები არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ქართული კულტურის ნაწილი, იმიტომ რომ მუსულმანები, რა თქმა უნდა, მუსლიმანები არიან ასევე საქართველოს საზოგადოების განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ძეგლები თურქეთში ასევე არის ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ ჩვენი პოზიცია აქ ნათელია, რომ უნდა მოხდეს ქართული ძეგლების აღდგენა თურქეთში და უნდა პატივიცეთ ტრადიციულ ძეგლებს ასევე საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი პოზიცია ასეთი იყო ყოველთვის და ჩემი პოზიცია არ შეცვლილა ამ საკითხზე. და მე ამ ხრივ მივესალმები ამ მიმართულებით გადადგმულ თანამშრომლობის ნაბიჯებს ჩვენ მეზობლებთან. მეორე მხრივ ის ხალხი, ვინც დღეს მოვიდა მთავრობაში, მთელი ეს პერიოდი ისტერიულ წინააღმდეგობას გვიწევდა სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტაში. სწორედ იმ ფორმით, როგორც მათ გუშინ გამოაცხადეს. მინდა ვთქვა, რომ ამ წარმოუდგენელი, გააფთრებული, დაუსაბუთებელი, ხელჩართული წინააღმდეგობის შედეგად ჩვენ გაგვიჭიანურდა წარსულში ეს პროცესი და ჩვენი ძეგლები დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე 2 წლის წინ, როცა ეს მოლაპარაკებები დაიწყო. და ახლა ირკვევა, რომ მათ საერთოდ არ აზარდებდათ არც ჩვენ ძეგლების ბედი და არც მეჩეთების ბედი საქართველოში. მე არ მინდა ბოლომდე დავიჯერო, მაგრამ როგორც ახლა გამოიყურება, თავარი იყო კომფორტულ სავერძლებისთვის ბრძოლა და როგორც კი მოკალათდებიან ამ სავერძელში, მე ეს პრინციპები გადადის მეასე პლანზე მათი, თუნდაც არასწორი. რა თქმა უნდა, ჯობს გვიან ვიდრე არაზროს, მაგრამ მე მინდა გამოთქვა უბრალოდ ჩემი გარკვეული წუხილი, რომ ჩვენ ამდენი დრო დავკარგეთ. ეგოისტური პოლიტიკური პარტიების რაღაცა თავისი პირადი ინტერესების გამო და ეს გუშინ ნათლად დადასტურდა თურქეთში გამართული მოლაპარაკების შედეგად. მომავალში ჩვენ მე ვფიქრობ, რომ უნდა ბევრად უფრო ზეპარტიულად მიუდგეთ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს და უნდა კარგად გვესმოდეს, რომ და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა არ შეცვლის პოზიციას იმის მიხედვით, თუ რომელ დედაქალაქში და ვის ელაპარაკება. ალბათ ესეც გამოუცდელობის ბრალია, ჩვენ ხშირად ხედავთ, რომ რაღაც პოზიციები თვეში რამდენჯერმე, ან ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. ერთხელ ნათქვამი სიტყვა, რომელ დედაქალაქში უნდა იყოს ის ნათქვამი, ავტომატურად გადაეცემა სხვა დედაქალაქებს და სხვა დედაქალაქში გადადიხარი, იქ რა თქმა უნდა იმედია ეს სიტყვები აღარ შეიცვლება. ეს არის თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ პატივი გვცემს როგორც სერიოზულ ქვეყანას და როგორც სერიოზულ რეპუტაციის მქონე საერთაშორისო მოთამაშეებს როგორც ჩვენ ვართ.